ესე იგი ეხლა ჩვენ ვართ კვიპროსზე და რამდენიმე სასმელი მოგვიგროვდა მათი ვარში და ბარემ დაგემოვნებას გადავიღებთ. ესე იგი პირველი რაც არის, რაც საინტერესო აქ არის Saint Nicholas Water. წმინდა ნიკოლასის წყალი იყიდება. და გავსინჯოთ ეხლა როგორ წყალია შევადაროთ ქართულს. აი. ცოტა. წყლის ალა მოგწევს მერტმა. წყალი კარგია. ერთი მოყოლებით შეგიძლია რომ დალიო. და დიდად არ განსხვავდება ჩვენი წყლისგან და საერთოდ აქაური წყალიც ძალიან ბევრნაირია და მე საერთოდ ვერ გავარჩევ გემოებს. ბაკურიანს გავს. აი ეს გემო თქავს ბაკურიანს. არა, ბაკურიანს ჯობს. ბაკურიანს ჯობია. Saint Nicholas Water-ი თუ ჩამოხოთ კვიპროსში, ევრომდე ღირსა ეს ბოთლი, სადაც 2 ლიტრამდეა რა. აი, შემდეგი არის Seltzer Sparkling Water by Kin. No, ესეთი ეს არის მინერალური წყალი. სხვათა შორის დამზადებულია ლიმასოლში ან კვიპროსის არის. ექსპორტი არ არის. სხვათა შორის ბორჯომი ვეძებით და ვირიგოვით. ძალიან ბევრი რამე აქვს თავისი. Awesome, sparkling water. ხო, და წყალი მაგარი პრობლემა არის ამ კონსულტში, მაგრამ მინერალური წყალი. არა, ჩვენ არ გვიგრძნია საერთოდ რო პრობლემაა. ხო, არა, ეტყობას, ყველგან ბაკიდგას ვაფშე, ყველგან ბაკიდგას. წყლის პრობლემა აქვთ იდეალურად მოგვარებული, მე ასე ვიტყოდი. ხო, კარგი. აბა გავსინჯოთ sparkling water. ძალიან გაზიანია. ეს გუშინდელი გახსნილია და ეხლა წელი ჩამწვა რა დავლი. Ja, ნაბეღლავს გავს. არა, კაი. გემოთ ნაბეღლავს გავს ქართულ მინერალურ წყალთან ახლოსაც ვერ მოვა. აი, ვაფშე ახლოსაც ვერ მოვა. ნაბეღლავი ჩემთვის ძალიან მსუბუქია და გაზიაკლია და არ ყავს საერთოდ. ესეთი გაზიანი და ესეთ ყელს რო წავდეს საქართველოში მე არ მეგულება მინერალური წყალი საერთოდ ბორჯომიც კი არ არის ეგეთი. აი ეს ნაბეღლავის გემოსეზის, მაგრამ ნაბეღლავი ბევრად ჯობია. აი ბორჯომთან ახლოსაც ვერ მოვა. ბორჯომი number 1. ჩემთვის უკონკურენტოდ საუკეთესოა მინერალური წყალი გამისინჯა გერმანიაში, ავსტრიაში, თურქეთში, რავი, აგერ კვიპროსშიც გავსინჯა და ბორჯომთან ახლოსაც ვერ მოვა ერთერთი. ეხლა გავსინჯოთ აქაური კოკაკოლა. სხვათა შორის პირველად ვსინჯოთ კოკაკოლას უკვე მესამე დღეა ხო აგვერთ. ხო და მოდი გავსინჯოთ კოკაკოლა. ძალიან გვიტოდა შაურმა გვეჭამა და კოკაკოლა მიგვეყოლებინა, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა რაღაც სტეიკები და ბერძნული სალათი ვჭამეთ და ლუდი უფრო მოუხდა. და პორტოხლის წვენი ნატურალური ძალიან ცუდად. ან მარი მით უმეტეს ცხეთიდან არის ახლა ნატახტარი ახლოს აქვს და იცის რა აუთენტური კოკაკოლა როგორ გემოზია. აი, აბა კოკაკოლა. ისე წითელი თავს ხურთ ჩვენთან აღარც არის მგონი ხო? არა, როგორ არ არის. Original taste ეს აწერია ამაში. სად არის დამზადებული? აქ არის დამზადებული კვიპროსში. აბა გავსინჯეთ. ძალიან დიდი ყლუპი იყო. მეც. გამრიელია. გაზიანი არის და არ არის ზედმეტად ტკბილი, რაც ბოლო დროს მაგიზიანებს კოკაკოლაში. სიტკბო მომატეს რაღაც გემო იგივეა. სახეობებს და გემო იგივეა. ხო, ეს კაი. სიტკბო აკლია. კარგია არა, კარგაცის. ეს კაია, ქართულ შობია. თვითონ ახლა წყალი არ ვიცი, შეიძლება წყალი ჩვენი ჯობდეს, მაგრამ გემოთი ეს ჯობია რა, ქართული ძალიან ტკბილია და ძალიან ზედმეტად ტოვებს მე კოკაკოლის გემოს და ეს ბევრად კაია. კაი, შემდეგი გავხსნათ. ერთი წვით კოკაკოლა მათ ჯობია. ეს არც გამისინჯავს ეს მულტიხილი, ორივე მულტიხილია. ომდე აის კენკროვანია და აქ ყველაფერია შერეული ციტრუსი და ხო. სხვათა შორის კოკაკოლას სადაც სადდება, იქ სადდება, ეგეც აქ აწერია.
ხო, ეს თავსახურები ყველას რო ასეთი აქვს და მოგამეთ ხო? ეს ევროპული სტილია. აჰა. ტროპიკული წვენი. სუნი აქვს, თავიდან გეტყვის, რომ სუნი აქვს მაგარი იმის. ქიმიის. აი, მაგარი ქიმიის სუნი. არა. როგორ არის? აი, კაპის წვენებს აქვს საქართველოში ესეც სუნი. ძალიან რბილია. ხო, გემო უფრო სასიამოვნოა ვიდრე სუნი. თუ არ დასვენო. კაი გემოგცა. ხო, თუ არ დასვენო ძალიან კაი სასმელია. მე სუნიც მომწონს. აჰა. და კაპიც მომწონს. ანანასი სუსტად. საჩემო არ არის რა. არასწორებს, ჩემთვის არასწორებს. ამას დავუწერდი 10-დან შეფასება რო იყოს 3-ს. მეტი არ მიგწევს. მე 8-ს დავუწერდი. შემდეგ. მაგარ წველი ვარ, ფერი სამადლი მარცაო. შემდეგი არის დღეს ვიყიდეთ. ეს არის კენკრა. ქლიავი და ალუბალი. არა. ქლიავი და ალუბალი. თუ ყურძენი და ალუბალი. ყურძენია? ან ერთი ან მეორე. მაყალი. ალუბალი. შოლო. შოლო, ეს რა არის? მაგას რუსულად ვიცი რა ვქე, ქართულად არ ვიცი. სმაროდინა ვქე რუსულად. ქართულად გამოვიდა, არ ვიცი, არ მოხს. აი. აბა ნახოთ სულ ერთად ჩავიფიქრებ. რა რა ქვია? წითელი. მოცხარი. მოცხარი. მოცხარი ქართულად. მე ზოგადად უფრო ის ხილი მირჩენია, ისე საჭმელადაც, ვიდრე აქ რაც არის ეს წითელი ხილი. ძალიან კაია. ეს ძალიან კაია, არც ქიმიის სუნი აქვს. ჩემთვის აქვს. და გემოც აქვს. იმას არ აქვს და ამას აქვს. ღმერთო შემოგვიშვი. ან თვითონ კენკრას აქვს ქიმიის. აი თი როგორ გემოგ. ალუბალი და შოლო ორივე მაგრად იქცნობა, აი ძალიან მაგრამ იქცნობა. მაგრამ აი ყურძენი რა შუაშია, მაგას რა ვთქვი. Ingredients: water, grape, cherry, cranberry, blackberry and raspberry juice. 25%-ია. Made with concentrate, juice, sugar, acidifier, citric acid and flavor. Okay, now აი ხა მე წავიკითხავ აქეთ რა არის იმაში ინგრედიენტები. ვიტამინი E, ვიტამინ C, ისა ვიტამინ B5, ვიტამინ B6. კაი. It's energy. უყურე. ქიმია არის. ვიტამინ C. ის მარილი, პროტეინი, შაქარი, კარბონის რაღაცა. ხილს ახლოს არ გაუვლია იმწვენ. Carbohydrates, sugars, proteins, salt. და ის რა ქვია? არა. მეგონი ხილს ქარხანასთან არ გაუვლია ახლოს. აზრი არა აქვს რა. აქ უბრალოდ არ უწერი არა. ხო, უბრალოდ არ უწერი. იმალავი. შემდეგი არის Valentino's Merlot. Რა იპოვე? Ingredients: water, apple juice from juice and pure concentrate. Okay. Shadowly. Pineapple juice from juice concentrate. Orange juice from juice concentrate. Sugar, mango pure from pure concentrate, mandarin juice. Okay. კაი, შემდეგია Valentino's Vino. ხო და ეს არის წითელი მშრალი ღვინოა. და გავშინჯოთ აბა. წნია შევსხავ. არა უშ. აბა, გაგვიმართოს, კარგად ვიყოთ, ძალიან თელად, ბედნიერად. სიკეთით, ხვავით, ოლად, პარაკით.
სუნი აქვს ძალიან კაი სხვათა შორის რა. ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს. თვითონ გემო ვნახოთ ეხლა. შლაპია. საქართველოს უკეთეს მოგოქს. აუ მართლა, ანუ ქართულ ღვინოს მიაგავს, ქართულს რა, იმერულ ღვინოს, ევროპულ სტილზეა დაყენებული და არა ავსტრალია. ცოტა სისულელო თქვი ევროპულ სტილზე როგორ არის წითელი თვა. ხო, მე უბრალოდ არ შევიმჩნი. ამ შალი ღვინოები ვისაც ევასება ძალიან ნორმალური ღვინოა, ეს ღვინო 1 ბოთლი ღირდა 2 ევრო. მართლა? ხო, 2 ევრო ღირდა. და 2 ევროსთვის ეხა ეს ღვინო ძალიან კაი ღვინოა რა. წამნახე რა თქვილს ვიყიდოთ დღეს 2 ევრო. ხო და აუ ვიცი, ნორმა. ერთ სიტყვით კვიპროსი თუ მოვხდებით, აი ეს არის ყიდოთ. ჩემ ქიმია არ ყიდოს. არც ეს. ყიბოსაჩენს ისეთი ქიმია იყიდეთ არის. კოკაკოლა და დალიეთ კეია. რა კოკაკოლა რა, შეხედეს თუ ბუნებრივი ინგრედიენტებია შეგინიგენ. კონცენტრეიტ არა ეს. აუ ის ბოთლი არ უნდა გადავხდო, რაც მართლა ნატურალური იყო. ლიდლში რო ვიყიდეთ. და ხო ფორტოხლის წვენი დავლიეთ ნატურალური და ფორტოხლის ტიპები გვხვდებოდა და რაღაც. იმან მართლა გაასწორა. ესეთი იყო ჩვენი განხილვა და თუ მოგეწონებათ შემდეგში გადავიღებთ ბურგერების განხილვას, იმიტომ რომ მაცი ვარ შვიდოს ძალიან ბევრი და პიცა კიდე პიცა გვაქვს იმდენი. როგორ subscribe-ით? შემდეგში მექსიკურ რესტორანშიც მივდივართ და იმას გადავიღებთ. ხო, ლოგი თუ გადავიღებთ. ძალიან მშვიდები არ ვიქნებით ისევ, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან მშვიდები შევდივართ ყველგან და მე არაფერს თავი აღარ გვაქვს.